პლაჭო, ჩორდაშკივია და ჭინკა. კრიმინალური ავტორიტეტები გუშინ 6 საათის განმავლობაში სასამართლოს სტომათა დარბაზში ისმედნენ პროკურატურის პოზიციას, რომელიც ითხოვდა მათთვის პატიმრობას. გამომდინარე იქიდან, რომ მათი გამოშვების შემთხვევაში, აკუთის ღონისძიების ფორმის შეცვლის შემთხვევაში არსებობდა საფრთხე, რომ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ტერორს და ფიზიკურ ანგარიშწორებას ადამიანებზე, მოქალაქეებზე, რომლებსაც ისინი პროკურატურისვე მტკიცებით აიძულებდნენ მოქალაქეებს ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოში თანხების შეტანას, ასევე ისინი ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ წყვეტდნენ, მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს, აკისრებდნენ საფინანსურ ვალდებულებას ერთ-ერთ მხარეს, საუბარი აქვს ბიზნეს დაავების მოგვარებაზე და ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ყველა იმ პირს, რომელიც არ ითანამშრომლობდა ქუჩური წესებით მათთან. 6 საათის განმავლობაში ორ ეპიზოდად, ორ ეტაპად მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი 30 პირი და განსასჯელის სკამზე, მათ შორის ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები. მათ შორის იყო ზვიად პლაჭიაშვილი, ზედმეტსახელად პლაჭო. ეს არის პირი, რომელსაც 6 თვის განმავლობაში უყურებდა, უთვალთვალებდა, უსმენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ადამიანი, ვინც მასთან კონტაქტზე გადიოდა 6 თვის განმავლობაში, დაკავებული ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურას კი ბრალი აქვს წარდგენილი. კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც უთვალთვალებდა საგამოძიებო უწყება, ეს არის ჯემალ ჯელია, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც იყო ინიციატორი ეგრეთ წოდებული ქურდული საქმეების მოგვარების. ყველა პირი, ვინც ასევე მასთან გადიოდა კონტაქტზე, არის დაკავებული. ახლა ქეშად ამოსაღები არ იყო, უბრალოდ ადამიანები დაობდნენ კონკრეტულ ფინანსურ მორიგებასთან დაკავშირებით, ჰქონდათ პრობლემები ერთმანეთში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გახლავთ ფარული საგამოძიებოების აუდიო ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ჩანაწერები, სადაც უტყუარად დასტურდება მათი მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩატარება. მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ქურდული გარჩევა, აპირებდნენ ქურდული გარჩევის განხორციელებას, რა დროსაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, აუდიო, ვიდეო, ფარული ჩაწერა. ასევე ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადობა. ჩემს დასაც აუპირისპირდებიან ქურდული საქმიანობისადმი მხარდაჭერას. საქმის მასალები არის ძალიან მოცულობითი, არის 13 ტომიანი საქმე, არის ასეულობით ჩანაწერი, ხმოვანი ჩანაწერი, თუმცა კი უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზა, ფონოსკოპიური ექსპერტიზა არც ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით ჩატარებული არ არის და საინტერესოა ზოგადად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როცა ხელმძღვანელობს პროკურატურა, საიდან გამომდინარეობს, როცა იდენტიფიცირებული არ არის ჩანაწერებში ვინ არის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მასალებს, ეს არის ძალიან მოცულობითი მასალა, ფაქტობრივად 13 ტომი პლუს ხმოვანი ჩანაწერები, მიყურადებები, დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული საქმის ძიება ამ პირებთან მიმართ. საქმეში დაზარალებული არ არსებობს, დაზარალებულად ცნობილი არც ერთი პირი არ არის. თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ეს ათეულობით პიროვნება, ესე ვთქვათ, აი ამ ერთ ბადეში მოხვდა, შეიძლება ესე ითქვას. ისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, დამძიმებული და მთელი აი ეს 1 დღის და 2 დღის განმავლობაში დაკავებული ვიყავი იმით, რომ ყველა მტკიცებულება, ყველა ის ჯანმრთელობის ცნობა მომეპოვებინა, გადმომცეს ოჯახის წევრებმა. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ კრიმინალური ავტორიტეტები მაგალითად სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთ სოფელში იყვნენ ჩასულები, იქ მოეწყო ეგრეთ წოდებული ქურდული სხოტკა, სადაც განიხილებოდა ფერმის საკითხი, რომელსაც ყავდა 4 მეწილე და მეწილეები ერთმანეთში ვერ იყოფდნენ წილებს და შემდგომ უკვე ფერმის გასაყიდ თანხას. ამის გამო მათ ჩართეს კრიმინალური ავტორიტეტების საქმეში, ბუნებრივია 4-ვე პირი არის დაკავებული, მათ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან მიმართვას ედავება, საგამოძიებო უწყება მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც შეეხება დანარჩენ პირებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა ადვოკატები ყველა პირის თითქმის გუშინ თანხმდებოდა იმაზე, რომ საქმის მასალები, რომელიც გამოძიებამ ჩადო საქმეში, საუბარია აქ სატელეფონო ჩანაწერებზე, არ შეიცავს არანაირ კანონდარღვევას, არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად პროკურატურას მოუწევს ახლა წინა სასამართლო პროცესებზე იმის მტკიცება, თუ რა ტიპის დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, რომლებსაც ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, ქურდული სამყაროს წევრობას და მიმართვას ედავებიან. მადლობა, სოფო, პირველების პირდაპირ ეთერში სოფო ნიაური საუბრობდა.